ყოლაწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძართან მდებარე ჭრაკერვის შემსწავლელი სახელოსნოს კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს. უფასო 6 თვიანი სწავლების კურსი 27-მა პირმა გაიარა. ცერემონია 25 სექტემბერს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულების მიერ შეკერილი 20 სტიქარი დიზაინერმა ლია კაპანაძემ საჩუქრად სამების საპატრიარქო ტაძარს და სხვა ტაძრებს გადასცა. შეგახსენებთ, რომ ჭრაკერვის შემსწავლელი სახელოსნოს სახელწოდებით ელზას სკოლა ლია კაპანაძემ გახსნა და გარდაცვლილი დისხსოვნას მიუძღვნა. სახელოსნოში სწავლება უფასოა და კურსი 6 თვეს მოიცავს. საქველმოქმედო პროექტი მრავალშვილიანი და სხვადასხვა დაავადების მქონე ქალბატონებისთვის არის განკუთვნილი. სამების ახალგაზრდულ ცენტრში მდებარე სახელოსნოში სასწავლო პროცესი ოქტომბრიდან განახლდება. აღსანიშნავია, რომ ელზას სკოლის ფილიალები უახლოეს პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გაიხსნება და მსურველები ჭრაკერვას უფასოდ შეისწავლიან. ამ დროისთვის ერთი ფილიალი საჩხერეში უკვე ფუნქციონირებს. სერტიფიკატები გადაეცა იმ ქალბატონებს, რომლებმაც 6 თვის განმავლობაში სამების საპატრიარქო ტაძართან არსებულ ახალგაზრდობის სულიერებისა და ინტელექტუალური განვითარების ცენტრთან არსებული ჭრაკერვის 6 თვიანი კურსები გაიარეს. ეს ადამიანები დაეუფლნენ ზოგად უნარჩვევებს, რომლებიც შემდგომ ცხოვრებაში უფრო დახვეწავენ ამ ყველაფერს, უფრო მეტი მონდომებით შეასწავლიან სხვებსაც, რაც არის სწორედ ქრისტიანული იდეოლოგიის ნაწილი. ეს არის ქველმოქმედება, ეს არის მადლიერება და სიკეთის უშურველი გაცემა. ქალბატონი ლია კაპანაძის მონდომებით, თავისი განსვენებული დისსulis საოხად მან გადაამზადა 27 ქალბატონი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მასშტაბით 27 ახალბედა კერავი შეემატა ქვეყანას. გარდა ამისა, ეს პროექტი კიდევ გრძელდება, კიდევ რიგში დგას უამრავი ადამიანი. გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი აუცილებლად შეისწავლიან საქმეს, რომელიც ასე აუცილებელი არის ქალებისთვის და ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის. მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენს ძვირფას, უწმიდესა და უნეტარეს კათოლიკოს პატრიარქს, რომლის როცაკურთხევით განხორციელდა ეს დიდებული საქმე. მადლობა ჭყონდიდელ მიტროპოლიტს იმისათვის, რომ მხარში დაუდგა ქალბატონ ლიას და მის მოწაფეებს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალისხმევას არიშურებს ქველმოქმედებისათვის და ვინც არის მადლიერი ქველმოქმედებისა და სიკეთისა. დავაარსე სკოლა მეუფე სტეფანეს ლოცვა კურთხევით. მადლობას გადავხდი მეუფე სტეფანეს, რომ დამიდგა გვერდში. მომცა საშუალება, რომ ჩემი ცოდნა, ჩემი ენერგია, ჩემი განათლება მიმეცა ქალბატონებისთვის. პირველ რიგში ქალბატონები მყავდა შერჩეული მრავალშვილიანები, ონკოპაციენტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მესწავლები ამ ქალბატონებისთვის კერვა და მოდელირება. ჩვენ დღეს დავამთავრეთ 6 თვიანი შემსწავლელი კურსი უფასო კერვა და მოდელირების. შევკერეთ სტიქარის ფორმები 1-20 ჩემი მოსწავლეების შეკერილი და მინდა სამებას გადავცეთ საჩუქრად. შეიძლება ბევრს დაებადოს ეჭვი, რატომ ელზას სკოლა და არა ლიას სკოლა. მაგრამ მე გარდამეცვალა რამდენიმე წლის უკან 2 თვეში. ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის და დავიწყე პირველი პირბადეების კერვა მისი სულისთვის და მისი სულის სახსენებლად. შემდეგ მომიაზრა, რომ მე ჩემი ცოდნა გადამეცა ამ ქალებისთვის უსასყიდო და გავხსენი უფასო კერვის კურსები. ძალიან დიდი გამოხმაურება ქონა რეგიონებიდან, რომ მოუნდათ ქალბატონებს რეგიონებშიც ყოფილიყო ასეთი შესაძლებლობა. მადლობა უფალს, იქაც აღმოჩნდნენ რეგიონებში ღვთისმიერი ადამიანები, ქალბატონები, დიზაინერები. დღეს სტუმრად მყავს ქუთაისიდან, საჩხერის რაიონიდან, კორბოულიდან დიზაინერები, რომელიც ელზას ფილიალს გავხსნით. უпроსტად ოქტომბრის თვეში. რეგიონებშიც ექნებათ შესაძლებლობა შეისწავლონ ეს ხელობა და გადაეცეს თაობათა თაობას. Facebook-ის საშუალებით გავეცანებ ნახე ქალბატონი ლენა კაპანაძის სტატუსი ელზას სკოლის დაარსებასთან და მისი სიკეთის მოტანასთან დაკავშირებით, რაც მოიაზრებს და გულისხმობს, რომ უსასყიდლოდ
ქალბატონი ლენა ეხმარება და ასწავლის როგორც მრავალშვილიან დედებს, ესევე შშმ პირებს, ესევე ონკოპაციენტებს, ეხმარება შეასწავლოს ჭრაკერვა და შემდეგ მათ გამოიყენონ ეს ცოდნა და ეს პროფესია თავიანთი შესაძლებლობების და შეხედულების წინაშე. ეს ჩემთვის იმდენად მისაღები და იმდენად კეთილი საქმის კეთების საწინდარი იყო, დაუკავშირდი ქალბატონ ლენას. ვუთხარი, რომ მის ინიციატივას ვუერთდებოდი და შემეძლო მეც ანალოგიური, რა თქმა უნდა, მისი ფრთის ქვეშ გაერთიანებული გაგვეხსნა ჩვენ სამკერვალო ფაბრიკაში სწავლების კურსები და ჩვენთანაც ასევე შეუძლია მობრძადნენ როგორც მრავალშვილიან დედებს, ესევე შშმ პირებს და ესევე შეუძლია ონკოპაციენტებსაც თანადგომით გვერდში დგომით და ჩვენ ყველანაირი პრაქტიკის და ცოდნის გამოცდილებით გავუზიაროთ ეს ყველაფერი ამ ქალბატონებს და შევძინოთ ახალი პროფესია. გოგურში მქონდა სამკერვალო, Facebook ვერზე გამოვეხმაურე ქალბატონ ლიას ერზას სკოლას და უთიეთ შეთანხმებით და საუბრით გადავწყვიტე რომ შევუერთდე მათ ინიციატივას და უსასყიდლოდ ვასწავლო ჭრაკერვა სოფლის მაცხოვრებელს, ვისაც სურვილი ექნება და მინდა თქვა ისიც, რომ საკმაოდ ბევრმა გამოთქვა სურვილი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მგონი ერთი ჯგუფიც არ ეყოს, ასე ვთქვათ და ნახოთ რა შემეძლება, ყველანაირად გავაკეთებ იმას, რომ ვისაც სურვილი ექნება დავეხმარო და ვასწავლო ის, რაც ვიცი მე. დავამთავრეთ ელზას სკოლის 6 თვიანი ჭრაკერვისა და დიზაინის კურსი. აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით და ამ პროექტმა ნამდვილად გაამართლა. პირადად ჩემი მაგალითით გეტყვით, რადგან პროფესიით მე ვარ მასწავლებელი და დღეს მე მოვიტანე ჩემი შეკერილი სტიქარი და ვფიქრობ ამით ყველაფერია ნათქვამი. ძალიან კმაყოფილები ვართ, მადლობას გადავხდი პირველ რიგში ქალბატონ ლიას ამ უანგარო შრომისთვის, რომელიც მან ჩვენთვის დახარჯა, ასევე საპატრიარქოს და სამების ახალგაზრდულ ჯგუფს, სადაც ჩვენ გაკვეთილები გვიტარდებოდა.